ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა და 2013 წლის დეკემბერში პარლამენტმა სამოქმედო გეგმას დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა კი კონკრეტული კანონების შემუშავებასა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას გულისხმობს ბავშვთა უფლებების სრულად დაცვის მიზნით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპისა და DST-ს ქვეყნებში კაიროს ბავშვთა ფონდის რეგიონალური დირექტორი მარი პიერ პუარია იმყოფებოდა. 2014 წლის ბავშვთა უფლებათა დაცვის წლად გამოცხადების შესახებ კონფერენციისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის დეპუტატები საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი საშა გრაუმანი, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ პარლამენტი ვართ კანონმდებლები და ნებისმიერი კანონი ეს ნიშნავს გარკვეული ცვლილების შეტანას იმ არსებულ სტატუს-კვოში და იმ ბალანსში, როცა მოცემულ მომენტში არის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, თითოეული ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ცხოვრებაში იყოს ამ პრიზმაში გატარებული. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სტატისტიკა ბავშვებთან დაკავშირებით, ძალიან მაღალია სიკვდილიანობა და არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი სიღარიბის ხარისხმოთხოვი ბავშვების და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ეს წელი მთლიანად მიუძღვნათ ბავშვებს და პარლამენტთან ერთად და გაეროს ფონდთან ერთად ჩავატაროთ ერთობლივი ღონისძიება.